საქართველოს ზოგ ქალაქში პურის ფასმა 5 თეთრით მოიმატა ხორბლისა და პურ პროდუქტებით მოვაჭრეთა თქმით ამის მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მარაგის სერიოზული კრიზისია. მოვაჭრეების ინფორმაციით ქართულ ბაზარზე 29-30 ლარიდან 44-45 ლარამდე არის გაზრდილი ერთი ტომარა ფქვილის ფასი. პურის ღირებულების განსაზღვრაში კი 50% სწორედ ფქვილის ფასი შეადგენს. ამ მხრივ არასახარბიელო ვითარებაა შექმნილი რუსეთში. ფქვილის და პურის ფასის მომატებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვავენ ადგილობრივები, მათი თუ ფასები არ დარეგულირდა, აღნიშნული პროცესი ხალხის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. პურის გაძვირებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის ძალიან ცუდია. რადგან პური გაძვირდება, ფქვილის ცხუ თავისთავად გაძვირდება. და მე მგონი ხელფასები არ აიწევს და დაუჭირდება ხალხს. რა თქმა უნდა, მოსახლეობის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს ეს. პურია ძირითადი პროდუქტი ადამიანის შემოსავლობაზე. პური გაზრდება, ჩვენ გავაღარიბდებით ეს არ არის, ფული მეტი უნდა გადავიხადოთ და ძალიან გაგვიჭირდება. ძალიან. მთავარი პესოკი და ფქვილია მაინც ოჯახში რო იყიდო. აი პესოკის ფასით დაიწევსო, მაგრამ არ არის დაწეული. პურზეც ესე იქნება. პურზე უფრო მეტად ალბათ. თქმა უნდა გაძვირდა. ცუდია, რა თქმა უნდა, ცუდი აბა კარგია. ყველაფერი ძვირდება. ეს გლეხისთვის ყველაზე ცუდი არის. არ უნდა იყოს ესე დიდი ფასები, რაც არის.